ხედავთ, რომ ხელისუფლება წოდებული ოცნება ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან დიდი თანხებით აჯარიმებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ალბათ კითხვაც დაგებადებათ, რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს მართლა სამართალ დამცავები არიან და მართლა აინტერესებთ, რომ გზა გადაიკეტა თუ არა რუსთაველზე? ჩემი აზრით არა და ამაში პასუხი არის ის, რომ ზოგადად რეჟიმს აქვს განზრახული ჩვენი ისე ძალიან მწირი რესურსის ხარჯვა, რასაც გვთავაზობს სხვადასხვა ფონდი, რა თქმა უნდა იმ ადამიანების დახმარებით, რომლებსაც გული შეტკივა თავიანთ ქვეყანაზე და ცდილობენ რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან მსხვერპლი ჩაგვრისა რეჟიმის მხრიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა ვხარჯოთ ყველანაირი რესურსი, ფინანსურიც, რომელიც ვიმეორებ ძალიან მწირია რეალურად და ამოწურვადია, ასევე ფიზიკური რესურსიც, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ ვებრძოდეთ რეჟიმს, რომელმაც იმის საპირწონეთ, რომ დავტოვა ცდილობს დავტოვოს უпростоრად ევროპული მომავლის გარეშე, მარტო გვტოვებს ამასთან ჩვენს ისტორიულ მტერთან. ამიტომ ხალხო გავუფრთხილდეთ ერთმანეთის რესურსს და უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენ.